ბარბარე აბაშიძე გამარჯობა ჰელო კარგად თქვენ როგორ ხართ და შემომიერთდით ხახლა ეხლა ძალიან საოცრება უნდა განახოთ არ ვიცი ხა ჩემთვის არის საოცრება თუ თქვენთვისაც არის მაგრამ უნდა მარიამი ხმის ლიდერი კი ბატონო კარგი ამბებით ვართ წარმოდგენილი ხალხო ეხლა რაღაცა უნდა განახოთ განახოთ არ ვიცი აი ხო საყვარელი ხო საყვარელია ხალხო თუ აი ეს როგორ გაჩვენოთ კიდე სხვანაირად მოიცან კიდე უნდა გაჩვენოთ ასე ძინავს ახლა ამას ახლა ესე ძინავს და ახლა ეს თუ საყვარელი არ არის აბა რა არის უცნობი ძალიან დაბუღმილ ხარ დავბლოკოთ ეხლა მე რომ წერთ მართალია მარიამი 50 წლის კაცთან რო იყო ხალხო რა ჩემი საქმეა მარიამი ვისთან იყო სად იყო ან რა თქვენი საქმეა რა ჩემი საქმეა მე რა ვიცი სად იყო როგორ იყო არ ვიცი ხალხო მე მარიამი გავიცანი ჰაუსში მანამდე არ ვიცნობდი 4 კვირის წინ თუ 5 კვირის წინ 3 კვირა ვიყავით ერთად ერთ ოთახში ამიტომ მარიამი ვისთან ერთად იყო, რამდენი წლის კაცთან ერთად იყო და ასე შემდეგ მე ნუ მეკითხები რომც ვიცოდე, მეგობრებო ამას არ გეტყვით, მაგრამ შესაბამისად მარიამს ვინყავს რამდენი წლის კაცთან ერთად იყო ეს ჩემი საქმე საერთოდ არის და რომც ვიცოდი არ გეტყვით, მაგრამ არც ვიცი, იმიტომ რომ არ ვიცნობდი მე მარიამს მანამდე. ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა რომ ეხმარები, მაგრამ არ გასპამოთი ვინმე რომ მართლა არ სპამავდეს. რაღა გვიჭირს ოკეი, მარიამი 18 წლის არის, ახლა დაამთავრა სკოლა. ვაიმე. ვინც თვლით რომ მე ჰაუს ლაპარაკს ვერ მოწყდი, თქვენ რატო ვერ მოწყდით ჩემი ლაივების ყურებას? აქვე ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას გავცემ პასუხს, როდემდე უნდა ილაპარაკო ჰაუსზე, როდემდე და 16 იანვრამდე, იმიტომ რომ 16 იანვარს მთავრდება და მანამდე ვარ მაყურებელი და ჩართული ვარ. ვიყავი ყოფილი მონაწილე და ამიტომ ვარ ჩართული, არ მინახია წინა სეზონები და დიდი ალბათობით არც მომდენო სეზონებს არ ვნახავ, იმიტომ რომ როცა ჩართული არ ვარ, არც მაინტერესებს და რადგან მე ვიყავი ჩართული, მაგიტომ მაინტერესებს. აი, ძალიან მარტივია ხალხო ამაზე პასუხი,
რატო იჭყლეთ ტვინს რა არის ამაში გაუგებარი როდემდე უნდა ილაპარაკო ჰაუსზე სანამ არ მთავრდება სადღაც 20 დღეში 2-3 კვირაში ან 16 იანვარს არის ბოლო გადაცემა და სავარაუდოდ მანამდე ვუყურებ ისიც შესაბამისად ვუყურებ ხოლმე ეპიზოდებს სტრიმებს თქვენ რასაც მიყრით ამოჭრილებს იმას ვუყურებ სტრიმების ყურების დრო არ მაქვს და შესაბამისად რა ვიცი ჩართული რო ვარ მაგით ვლაპარაკობ ჩართული იმიტომ ვარ რომ ვიყავი მონაწილე 3 კვირა ვიყავი იქ და წინა სეზონებისთვის არ მიყურები იმიტომ რომ არ ვიყავი ჩართული არც ჩემი ნაცნობი იყო ვისაც უნდა გულშემატკივრობა გამეწია მე გულშემატკივრა და ვერაფრით ვერ დავინტერესდი ასე რომ წინა სეზონები მე გამოვტოვე და მხოლოდ ამ სეზონში ვარ ჩართული ისიც როგორც მონაწილე სად ცხოვრობ საბურთალოზე ლიკუნა სულხანიშვილი ახლა დაგაფოლოვებ ლაივებში გაჭრვასაც შეეხება ჩემ შეხედულებებს გამოვთქვამ მიმდინარე ხო ეხლა გაჭრვებსაც შეეხება ჩემ შეხედულებებს და ჩემ სუბიექტურ აზრებს გამოვთქვამ ხოლმე მონაწილეებზე მათ თამაშზე მათ ქცევაზე და ასე შემდეგ ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი არავის არ ვაძალებ რომ გინდა თუ არა ესე იფიქრეთ თქვენს მე გამოვხატავ ჩემს მოსაზრებებს და ეს არის ჩემი სუბიექტური აზრები იქიდან გამომდინარე რომ ბევრი შეკითხვებია ხოლმე ამაზე არის ხალხი ვისაც ეს აინტერესებს და არის ხალხი ბუნებრივია ვისაც ეს არ აინტერესებს და ესეც ძალიან ნორმალურია ამაში ცუდი და საკვირველი არაფერი არ არის ძალიან კარგად მესმის თქვენი რომ არ გაინტერესებდით მაგრამ ის არ მესმის რომ ეკითხებით შე რატო გაინტერესებსო გამარჯობა სალამი კესო -5000 ხმით გახდა ლიდერი და 100 შეკაჩერებთ აბა გულშემატკივრებთ მარიამის ბარის ვიდეო გაქო ნანახი არ მაქვს ნანახი თუ გინდათ თუ საჭიროთ თulit რომ უნდა ვნახო მანახეთ თუ არა და არა არ მაქვს ნანახი სხვა საქმე არ გაქვს 24 საათი აქ რო ხარ და ვერ გაცდი გამოაფხიზლეთ ვინმე გამოფხიზლებული ვარ 24 საათი ლაივში არ ვარ 2 დღეში ერთხელ ვარ ხოლმე სადღაც 9 საათი ან 20 წუთი მაქსიმუმ ანუ შენ გეჩვენება როგორც ჩანს 24 საათი იმიტომ რომ შენ 24 საათი მე მიყურებ ეთყობა და გგონია 24 საათი ლაივში ვარ არა ჩემო კარგო მაგ ხოლმე შესვენებები მაქვს ძალიან ბევრი საქმე და შესვენებები და თავისუფალი დრო როცა მაქვს ეპიზოდებს ვუყურებ ხოლმე და ლაივშიც გამოვდივარ და ამაში რა არის გასაკვირი შენ ვის მეცი ხმა მე მივეცი ხმა მარიამს ხო გუშინ გუშინ ყველაზე აქტუალური იყო ანუ მარიამის და ჯავახას love story ხო უფრო ისეთია ცნობილი მაგრამ ძალიანაც ისე იყო ედიტები უფრო მეტი გაკეთებული და ძალიან დიდი ყურადღება იყო ზურაზე და დიანას love stories-ზე. ნუ ეხლა ამას love stories ვერ დავარქმევ ჯავახას და მარიამის შემთხვევაში ორივეს გარკვეული აქვს რომ ერთმანეთი მოწონთ და დიანას და ზურას შემთხვევაში მთლად მასი არ არის. ნუ აქვე იკვეთება ესეთი გარემოება რომ დიანას ბევრად უფრო მოწონს ზურა და ზურა თითქოს თავს იკავებს და მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხანი იყო
ხოლმე ფლირტი მათ შორის და ზურასგანაც არაერთხელ შემიმჩნევია მე ჰაუსში ყოფნისას და გარედან ფლირტი. ზურამ თითქოს ესე ვთქვათ ჟარგონს გამოვიყენებ დასადნა და ესე ვთქვათ თავი შეიკავა ურთიერთობის დაწყებისგან. მე აქვე გამოვთქვამ ჩემ მოსაზრებებს, რატომ შეიკავა ზურამ თავი. პირველი ის რომ ზურამ რაც გააჟღერა ეს არის რომ მეო ჰაუსშიო ურთიერთობის დაწყებაო არ მინდაო დაო თავიდანვეო და მე დიანამ ესე ჩაეკითხა თუ ჩააჭირა თუ ჩააზუსტა რომ არ გინდოდაო თუ არაპირებდიო თუ ეხლა გადაწყვიტეო ესეო მოკლედ. და მე ესეთი რაღაც მგონია. ზოგადად კაცებს და ბიჭებს, ამ შემთხვევაში ორივე კაცებს და ბიჭებს არ უყვართ, როდესაც ხედავენ ქალისგან და გოგოსგან აქტიურ მოწონებას. ზურას შემთხვევაში და დიანას შემთხვევაში ზურამ დაინახა რომ ძალიან მოსწონდა დიანას ზურა. ანუ დიანა უფრო აქტიური იყო პრინციპში ამ შემთხვევაში და დიანა უფრო ისეთი იყო რა ქვია მეტ ყურადღებას და აქტიურობას გამოხატავდა და უფრო მეტ სითბოს და ქცევითაც ეთყობოდა რომ დიანას უფრო მოსწონს ზურა. შეიძლება ზურასაც მოწონდა კაცო ამას არ გამოუცხო, მაგრამ როგორც წესი, როცა ბიჭები დაინახავენ ხოლმე რომ გოგოს ძალიან მოსწონს, ერთი ის რომ ძალიან სიამოვნებთ, ეგო არის ხოლმე ძალიან დაბუსტული, ეს ვთქვათ, ამაყი ხდებიან ამ დროს ძალიან სიამოვნებთ ეს ფაქტი, თუმცა ვერსად ვერ წაუვალთ იმას, რომ ამ გოგოსადმი და ამ ქალისადმი ვისგანაც ესეთ აქტიურ მოწონებას გრძნობენ, ინტერესი ეკარგებათ. მე არავის მაგივრად არ ვლაპარაკობ. კაცო, მე ჩემ ასრს გამოვხატავ, რაც არის რეალიტი შოუა და ორი ადამიანი არის კამერების წინ პაბლიკ, ანუ ამათ განაცხადეს თანხმობა, რომ მაგათი ქცევები და ესე ვთქვათ, ყოველდღიურობა ენახა ხალხს და შესაბამისად ჩვენი აზრით გამოვთქვათ, აბაში არაფერი გასაკვირი არ არის ხალხნო, რეალიტი შოუზე ვლაპარაკობ. ხო და მე მგონია უფრო ეგ შემთხვევა. ისიც ძალიან სწორია, რომ რეალიტი შოუში ადამიანი მოვიდეს სათამაშოდ მოსაგებად ზურა და გუგას შემთხვევაში კონკრეტული მიზნით, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ როცა მართლა ძალიან მოწონება არის, ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება, ვერანაირი რაციონალურობა, ვერანაირი ესე ვთქვათ გადაწყვეტილება, უბრალოდ ადამიანი მოგწონს და მოგწონს, მოკლედ. Long story short, ჩემი შეხედულება ოღონდ არავის არ ვაძალებ. როდესაც გოგო მოსწონს ბიჭს ძალიან და რეალურად ძალიან მოსწონს, იქ მისი სტრატეგია, მისი მიზნები, აქ მე სათამაშოდ მოვედი, ეხლა მაგის დრო არ არის, მოდი მერე გავალ და მერე ვნახოთ რა იქნება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ხოლმე bullshit, ძალიან უადგილო, იმიტომ რომ ძალიან რეალურ და დიდ მოწონებას და დიდ ემოციებს ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, ჩემო დიანა. არ გამორიცხოთ, რომ ზურას მართლა მოეწონა დიანა და მე ვარ მომსწრე ამათი ფლირტის, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ეს საკმარისი არ არის. ფლირტი არ ნიშნავს, რომ არიქა გაგიშდა ძალიან მოეწონა და გადაირია. ბევრად უფრო დიდი მოწონება იყო და საქმეებიც გაურჩია იქ, რომ აიო ესო მეო შენო ბიჭო, ესეო შენო ჩვენი ურთიერთობაო, ესეო რამე ანუ მიაკაჩავა ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ
ეხლა სამართლიანად მე აკაჩავა უსამარ მე არ ვთვლი რომ დავუშვათ როცა ორი ადამიანია და მასზე დაყრდნობით არის რაღაცა მოწონებაზე საუბარი კედელთან მიყენებით ესე ვთქვათ ჩაჭერით უნდა ებაზრო საქმეების გარჩევ და რაღაც უფრო მეტად არ მოეწონები დიანას შემთხვევაში მე ვთვლი რომ ის იყო გაურკვევლობაში რატო იყო? ანუ მას ხო ზურა მოწონდა და რასაც ინტუიციურად გრძნობდა ზურასგან ამ მოწონების ნაკლებობას და სიმპათიების ნაკლებობას ვერ იჯერებდა, ანუ თავის თავს ვერ უწყდებოდა და ადგა და დაასვა და ელაპარაკა და სიტყვიერად ათქმევინა ის, რისი ვარაუდებიც მას ჰქონდა. ვარაუდები და ესე ვთქვათ, ფაქტებიც რეალურად არის ის, რომ ზურა, ჩემი აზრია ეს ხალხნო, არავის არ გაძალებთ რომ ესე იფიქროთ, მაგრამ მე რაც დავინახე, მაგათაც ესე, რა ვიცი, ერთი ორჯერ უფროსმა ქალმა და ბევრი წყვილების დამკვირვებელმა ამ ცხოვრებაში, ესე ვთქვათ, მოწონება იყო, მაგრამ ეს არ იყო ვაუ გაგიჟება მოწონება, ეს იყო just liking და არის კიდე რომ ვაუ გავგიჟდი ისე მომეწონა გადავირიე თემა რა ესეთი რაღაცა არ ყოფილა და ეხლა მოწონება თან ჩაკეტილი სივრცეა მეტი ვარიანტი არ იყო ხო მოეწონა რას ვიზავთ მოეწონა მაგრამ ისე ძალიანაც არა რომ არიქა ურთიერთობა დაეწყო, არიქა ეთქვა რომ ვაიმე ეს ქალი მომწონს მე ეს გოგო და ეხა მე სუფეხებზე მკიდია, კაი თამაში ვართ, მაგრამ არიქა მომწონს და ამას წინ ვეღარაფერი ვეღარ დავდგა. ეს შემთხვევა ჩვენ არ გქონია. საუბრობ დიანაზე და გამარჯობა ლაშა. საუბრობ დიანაზე და ზურაზე, რაზეც მათ მოწონებაზე ხა გუშინ ლავის გავიდა ძალიან ბევრი ეპიზოდები და ედიტები და ასე შემდეგ და ფაქტია რომ ხალხს ყურადღების ცენტრში არის მაგათი ურთიერთობა და რადგან ეს ადამიანები არიან ლაივში, უბრალოდ რეალიტი შოუში და რეალიტი შოუ ნიშნავს რომ ისინი თანხმობას აცხადებენ მათი ცხოვრების მიმდინარეობა ვიხილოთ, განსაჯოთ, ესე ვთქვათ, აზრი გამოვთქვათ და ასე შემდეგ, არაფერი იმაში ცუდი არ არის, რომ ცნობილ, ასე ვთქვათ, პერსონაჟებზე ჩვენი აზრი გამოვთქვათ, ვისაც ცუდად მიგაჩნიათ, ნუ გამოვთქვათ, ნუ მისმენთ ერთი ოღონდაც არა. ახალ გოგოზე რას ფიქრობ? ანასტასიაზე. ანასტასია არის ძალიან ლამაზი, ეშხიანი, ნუ ეფექტური გოგო და არის საკმაოდ ხასიათიანი, რომელიც უკვე გამოავლინა ხასიათი და ვნახოთ კიდევ როგორ ქმედებებს და მოქმედებებს. შენ ვინ ხარ? ნია, მე ვარ გვანცა, გამარჯობა, როგორ ხარ? ხო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს მე ანასტასიაზე, ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის არის, საკმაოდ ყოჩაღი ხასიათით და ისეთი გოგოა რა ძალიან. კარგი პერსონაჟია მე თუ მკითხავთ, ბონდო გაიწირა, მოსაუძნელი იყო ბონდოს გაწირვა და მიყვარხარ გვანცა ძალიან, ნია, მეც მიყვარხარ. ეს ყველაფერი მუზას ილუზიებია და მაგან დაადგა თვალი სურაი მეგობრებო და ვფიქრობ ეგ იცით რა არის ილუზიები როცა ადამიანი მოწონს ერთ ადამიანს კი ხშირად იმას იჯერებს რაც მას უნდა ანუ ერთი თბილი სიტყვა და ერთი თბილი გამოხედვა შესაძლებელია ადამიანისთვის იყოს იმის საბაბი რომ იფიქროს რომ უი
ამასაც მოვწონვარ. მე მყავდა მეგობარი, მყავდა კი არა, ეხლაც მყავს მეგობარი, ეს გოგო არის 25 წლამდე და დღემდე ჯერა რომ სტორებზე ვინც უგულებს სტორებს და ფოტოებს ინსტაგრამზე, ისინი მაგაზე არიან შეყვარებულები. ვეუბნები ხოლმე რომ დაგულება და ლაიქება და სტორებში აქტიურობა ნიშნავს დაგულებას და მოწონებას და არ ნიშნავს რომ ამ ბიჭებს შენთან რაღაცა განსაკუთრებულად დიდი გეგმები აქვს. ზოგადად გოგოებს ახასიათებთ ილუზიებისკენ და ფანტაზიებისკენ მიდრეკილება, იმიტომ რომ ბევრად უფრო ემოციურები არიან. ხა ზურაც მაგას ეუბნებოდა რომ შენო უფრო ემოციური ხარო და ასე შემდეგ. დიანას ემოციურობა ამ შემთხვევაში არის გადასული სიუხეში და თითქოს მე მომეჩვენა რომ აი რაღაცნაირად ძალით ცდილობს ზურა რაღაცას არ ამბობს დაუშვათ ამათ ურთიერთობაზე მოწონებაზე და რაღაცა და დაასვა და ძალით მოკლედ აკაჩავა ათქმევინა. ნუ ზურა იყო ძალიან დელიკატური ამ შემთხვევაში და ძალიან ცდილობდა რომ სწორი სიტყვები შეერჩია და ძალიან ცდილობდა რომ არ ვაწყენინო დიანასო. თუმცა ერთია რომ ზრდილობას და დაუშვათ კორექტულობას ცდილობს ადამიანი და მეორეა რომ რეალურად რას ფიქრობს და როგორ მოწონხარ. ირაკლი, დიდი მადლობა, რაღაცა ბევრი ვარდები გამომიგზავნე, მე მგონი დიდი მადლობა ირაკლი. ხო, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის ჩემი აზრი მხოლოდ. ნია, შენც ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ლამაზ ვარდებს რომ მიგზავნით. ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არავის დისკრედიტაციას არ ვეწევი და რადგან რეალიტი შოუში არიან ადამიანები და კიდევ ერთხელ ვიტყვი თანხმობა განაცხადეს მათი ყოველდღიურობის და ცხოვრების კამერების თვალწინ მიმდინარეობაზე, ჩვენ როგორც მაყურებელმა და მე უკვე ყოფილი მონაწილე ვარ, ჩვეულებრივი მაყურებელი, უბრალოდ ამ ადამიანებს უფრო კარგად ვიცნობ ვიდრე თქვენ, იმიტომ რომ მათთან ერთად გავატარე სახლში 24 საათი რაღაც პერიოდის განმავლობაში. სულ ეს არის და ამიტომ ვთვლი რომ რაღაცებს მე შეიძლება უფრო კარგად ვხედავდე ვიდრე თქვენ, თორე არ გამოვრიცხავრო თქვენ მეტი იცით და მომწერეთ ხოლმე თუ გინდათ. ფინალში ვინ დარჩება? ეხა გუშინ ლორენცოს თუ დააკვირდით. ლორენცოს უნდა ძალიან რომ ყოფილიყო ხალხის რჩეული და მას მოაკლდა ხალხის აქტიურობა, რასაც ელოდებოდა მოკლედ იმაზე ნაკლები SMS-ები მიიღო და ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ წინა ლაივზე ჩვენ ნახეთ ხო ლორენცომ როგორი ბუმი მოახდინა 70%-ით დაბრუნდა სახლში და გუშინ იყო ძალიან უხასიათოდ. ხო და რას ვამბობდი? ხალხო ხო და ლორენცო იყო ძალიან ცუდ ხასიათზე გუშინ და ჩემი აზრით ერთი წუთით შევაერთო ეს დამტენი. ჩემი აზრით ვისი ცუდი ხასიათი იყო გამოწვეული იქიდან რომ ის ხმის ლიდერი არ გახდა. მარიამმა აჯობა რეალურად მაშინ როცა ის მარიამს ძლიერ მოთამაშედ არ თვლიდა კონკურენტად და ძლიერ მოთამაშედ თვლიდა ლორენცო ზურა გუგას ქუთაისელებს, ჯავახას ბევრად უფრო და ბონდოსაც მიიჩნევდა, იმიტომ რომ რაც შოუმენი იყო და ასე შემდეგ. ფინალში ჩემი აზრით უპირობოდ ლორენცომ მგონია რომ გავა ზუკა გუგა ქუთაისელები აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ისე მიდიან რა ყოჩაღად და სტრატეგიულად მგონია ჯავახაც გავა ფინალში და ვინ მგონია ექსამი და მუზებიც პრინციპში მგონია, იმიტომ რომ კოალიციასთან აქვთ. მუზებიც გავა თაკა კი ბატონო.
ორი მუზას ფანს რა უნდა ჩემ ლაივზე? აი, ორი მუზას ფანი თუ ხარ, აქ რას შემოდიხარ? ჩემ ლაივზე რა უნდა ორი მუზას ფანს, ხალხო? ის ვიღაცა სოფია ბედინას რო ახლა გიორგი ხაბურძანია ხალხო ყველა ვიცით გამხილარა გიორგი ხაბურძანია ვიცით ყველამ რომ შოუების შემქმნელია ოდითგანვე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ეს საიდუმლო არავისთვის არ არის ხაბურძანიას გარდა არის კიდე ძალიან ბევრი პროდიუსერი ვისთანაც ჩვენ გქონდა თანამშრომლობა ესე ვთქვათ ურთიერთობა შეხება და ამაში არაფერი საიდუმლო არ არის გიორგი ხაბურძანიას არსებობა ჩვენ ვიცოდით მე ეხლა გეტყვით სოფია მარიამის ყოფილმა მეგობარმა მე მგონი ხო ბედინასთან რომ მოყვა როგორც ვიცი სოფიასთან მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ხალხო ამ გოგოებს მე არც ვიცნობდი ივენზე გავიცანი ბედინას რომ მოყვნენ კარგი ნაცო შენ და მარიამს ჩამოკარგებ ხა მივიდე მე სოფიასთან და რას ელოდებით რომ გკითხო რატო მაგინა მივიდე მეც ვაგინო თუ ანუ რა მოლოდინი გაქვთ ამას რომ მიწერთ ანუ მე რა გავაკეთო ამ შემთხვევაში გოგო გაბრაზ და რაღაცა ცუდად მოგვიხსენია ხო ეხა მე რამდენი ვიღაცა ცუდად მომიხსენებს შევუარდე საქმე გავურჩიო უთხრა ჩემზე ცუდად რატო ფიქრობს მე ვუთხრა ჩემზე ცუდად თუ ფიქრობ რატო ამბობს და ასე შემდეგ მე რა ვიცი ხალხო სოფიასთან არანაირი კვეთა არ მაქვს არც ვიცნობ წარმატებებს უსურებ მაგ გოგოებს ხალხნოდები არიან როგორც გავიგე ისიც გუშინ მომიყვნენ რომ დედა ყოლიათ გარდაცვლილი სოფია და მეორე გოგო და არ ვიცი რა ქვია სოფია ჩემო კარგო ძალიან მწუხვარ დედის გარდაცვალების გამო ყველა ადამიანს უსურებ გამძლეობას ძალიან ემპათიით ვარ განწყობილი მიუხედავად იმისა რომ ჩემზე რა ვიცი მე გაბრაზებულები არიან თუ ცუდად მომიხსენიეს whatever ვისაც გაქვთ საშუალება გადაეცით რომ მე არ ვარ მათზე გაბრაზებული და როგორც ვიცი არ ვიცი დიდი ხნის გარდაცვლილია დედა თუ ახლა ხანს გარდაეცვალა და ძალიან მწუხვარ რომ ესეთი ახალგაზრდა გოგოები არიან და დედა გარდაეცვალათ არ ვიცი მეტი რა ვთქვა ანიკ ვარდებისთვის დიდი მადლობა მარიამის აქციაზე ხალხო კიდევ ერთხელ ვიტყვი და არ ვიცი ამაზე კიდე რატო არის არ მოვიწონე და არ ვამართლებ არანაირად თვითონ მარიამა მოიხადა ხალხო ბოდიში და თვითონ მარიამა თქვა რომ ესო ცუდი იყო გეთანხმები თამაში ყველაფერში არანაირად არ ნიშნავს რა ხან მე თითისქნევით ჯაჯმენტით და ესე ვთქვათ მენტორული ტონით არ გამოვდივარ რომ ვაიმე ეს რა ქნა მილიონჯერ აღნიშნე რომ მარიამის ეს აქციელი ჩემგან კი არავისგან არ არის მოსაწონი არც მარიამისგან არასდროს არ მithქვამს მე მარიამისთვის რომ ვაიმე რა კარგად მოიქეცი არასდროს ყოველთვის მithქვამს და ასე ვთქვათ რჩევის სახითაც მიმიციებ ძალიან ბევრჯერ ჰაუსში რომ მარიამ თუ ჰაუსში თამაში გინდა არავითარ შემთხვევაში არ თქვა უცენზურო სიტყვები მაგრამ ერთი ადამიანს რას ეტყვი რას ურჩევ და მეორე რას გააკეთებ ვისაც გახსოვთ ჩემი ჰაუსში ყოფნის დროს მე არც ერთი უცენზურო სიტყვა არ მithქვამს არც ერთიც კი ბონდოსთან კამათის დროსაც და ბონდოსთან ჩხუბის დროსაც ერთი სიტყვა არ მithქვამს უცენზურო და ასე შემდეგ ამაზე დაწყებული არც გინება არ ყოფილა კონფლიქტებიც კამათებიც და ყველაფერი ყოფილა ისე რომ არასდროს მე უცენზურო სიტყვა და ამისი არც ერთი ვიდეო არ არსებობს და ამისი არც ერთი ედიტი და სკრინი არ არსებობს რომ მე ჰაუსში ყოფნის დროს ვინმესთვის ცუდი სიტყვები დამეძახებინა და უცენზუროდ მიმემართავს და ვინმესთვის შემეგინებინოს ესეთი რაღაც არ ყოფილა და შესაბამისად ვერც ვურჩევდი მარიამს
მუზებზე და ქუთაისელებზე თქვიო აზრიო. ხო, ამ ადამიანებზე ვისაუბრე უკვე, ანუ მაგათი ესე ვთქვათ, love stories love story თუ რა დავარქვა მაგათ. მე love stories ვერ დავარქვა, როცა არის მოწონება და ფილტრი. მარიამს ყოფილმა დაქალმა მახინჯი გითხრა, ეს გვანცა მაგარი მახინჯიაო, სოფია რო ქვია. ბაბი, სრული უფლება აქვს სოფიას, რომ ჩემზე იფიქროს, რომ ვარ მახინჯი. და სოფიას გემოვნებაში ვარ ვჯდებოდე, ეგ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. საერთოდ არ ვწუხდები იმით, რომ ვიღაც გოგო სოფიამ თulis მახინჯად. აი, რა გავაკეთო? არანაირი რეაქცია ამაზე არ მაქვს და ამას რო ვიწერთ, ანუ მე მაინტერესებს თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რომ მე ამ სოფიას მივიდე და უთხრა, რომ სოფია რატომ თვლი მახინჯად, რატო არ მოგწონვარ? ესე ხო არ მოხდება ხალხნო და ვერ მოხდება. თუ ამ გოგოს არ მოვწონვარ და მე გარეგნულად თვლის ულამაზ და მახინჯ ადამიანად, მე რა გავაკეთო ამ შემთხვევაში? აი, მირჩიეთ რა გავაკეთო. რა შეიძლება გაკეთდეს? მე არ ვიცი რას ნიშნავს სიტყვა სვეცკი, იმიტომ რომ ცოტა ყველა თავისი გაგებით ამბობს და ვიზეთ წერენ ხოლმე რა სვეცკიაო. რაღაცნაირად ცოტა დამაბნეველი ზეცართავი სახელია თუ არსებითი სახელი თუ რა ვიცი. მე შეიძლება ის სულაც არ მესვეცკებოდეს, მოკლედ. ეს ძალიან სუბიექტური გაგება ამ სვეცკობის რა. მარიამი რო გახდათ ხმის ლიდერიო და დადგმულიაო. ეხლა მეგობრებო, ძალიან ბევრი ადამიანისგან მესმის, რომ ერთი წამი შევაერთო ეს. ძალიან ბევრი ადამიანისგან მესმის პროექტისადმი უნდობლობა და რატო უნდა ენდო ვინმეს, ეგეც არ ვიცი ამ შემთხვევაში. რუსთავი 2-ია თუ პროდაქშენია, რა ვიცი, როგორც აწყობთ თავის საქმეს აკეთებს, ეს არის მაგათთვის ბიზნესი, ხო? და შესაბამისად, თუ სიმართლე გაინტერესებთ, მე თავს ვერაფერზე ვერ დავდებ, იმიტომ რომ შიდა სამზარეულო ხმების დათვლა, როგორ შედის მან ფასიანი ზარები, რა გადაწყვეტილებებს იღებენ იქ ბორჩი და ასე შემდეგ. მე ეს ყველაფერი არ ვიცი და ხშირ შემთხვევაში ინფორმაციას მაწვდიან ხოლმე, არც ისე კარგ ინფორმაციას Prime House-ის ყოფილი მონაწილეები, რომლებსაც როგორც წესი, აქვთ ხოლმე წენა Prime House-ზე, რაღაც დონის. წენა აქვთ ხოლმე, ვიღაცამ ვერ გაიმარჯვა, ვიღაცა თვლის, რომ არასამართლიანად გამოვარდა, ვიღაცა თვლის, რომ მეტი ეკუთვნოდა და ნაკლები მიიღო, ვიღაცას მეტი მოლოდინები ჰქონდა და არ გაუმართლა ამ პროექტმა და ასე შემდეგ. ანუ უამრავი შემთხვევაა, როდესაც ძირითადად Prime House-ის ყოფილი მონაწილეები არიან პროექტზე გაბრაზებულები, ნაწყენები და გადმოაქვთ ხოლმე ეს თავიანთი ბრაზი და წყენა და ძალიან ბევრი დამეკონტაქტა, ღიათაც და ფარულათაც ანონიმურად და დაიწყო პროდიუსერებზე სათითაოდ ამ პროდიუსერებზე რაღაც ინფორმაციის მოწოდება, როგორი ცუდები არიან, როგორი გამჩალიჩებლები და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, მე არც უპასუხობ ასეთ მესიჯებს დიდად. ძალიან დიდი მადლობა, რომ მენდობით და მიყვებით, ესე ვთქვათ, შიდა სამზარეულოს, მაგრამ აქედანვე გეტყვით, რომ მე ეს არაფერში არ მჭირდება ეს ინფორმაცია და რაც შემეხება, მე მაგალითად მე სამართლიანად გამოვარდი თუ არა? კი, სამართლიანად გამოვარდი, იმიტომ რომ იმ სამი აუთსაიდერიდან
მე უნდა წამოსულიყო სახლში და ის ორი უნდა დარჩენილიყო პროექტში. საუბარია მარიამზე და ლელუზე. ეხლა მე როგორ მომიბრუნდება ენა იმაზე, რომ როცა აქედანვე ახლავე ვთვლი, რომ ძალიან სამართლიანი იყო ეს ხმის მიცემა თუ რაც იყო, არ დავიღალე ხალხნო. ეს ხმის მიცემა თუ რაც არის, ვერანაირად ვერ დავიწყებ ახლა იმაზე აპელირებას თუ ჩაკირკიტებას, რომ იცით რა, მე უნდა დავრჩენილიყავი და აი ეს ლელუან მარიამ უნდა გამოვარდნილიყო. არა, ჩემ შემთხვევაში ხალხო მართლა გულწრფელად გეუბნები, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ლელუ გახდა მაშინ ხმის ლიდერი და პროექტის გადაწყვეტილებით მარიამი დარჩა პროექტში. ანუ რა იყო აქ უსამართლობა? მარიამი რო პროექტისთვის ბევრად მომგებიანია და მეც რო პროექტის პროდიუსერი ყოფილიყავი, მარიამს დავტოვებდი, იმიტომ რომ მარიამიდან ბევრად მეტი კონტენტი იქნება ვიდრე ჩემგან. რაც უნდა ამას ხახნო ბევრი ბლა ბლა, მაგრამ როგორც ჩანს არსებობენ პრაიმ ჰაუსის ყოფილი მონაწილეები, რომლებიც ხახნო აი აურაცხელ რაღაცებს წერენ, და ყოველთვის თვითონ არიან სტარები, მართლები და ასე შემდეგ. ერთ რაღაცას გაგინდობთ, ესეც ჩემი შეხედულება და საერთოდ არ ნიშნავს, რომ კიდე ვიღაცას რაღაცას ჭკუას ვასწავლი და მხოლოდ ასეა. ჩემს მონატრები, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გეტყვით ჩემ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ტელევიზია ახლა უკვე კარიერის გაკეთებისთვის ამ დღევანდელი დღის მდგომარეობით არ არის ტრამპლინი და არ არის კარგი ადგილი, იმიტომ რომ ტელევიზიები არის უკვე გუშინწინდელი დღე. ტელევიზიები როცა იყო, ისე ვთქვათ, ტრენდული და კარიერა კეთდებოდა, იმის მერე გავიდა დაახლოებით 15 წელი. 10 მინიმუმ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, როცა სოციქსელებში გადაინაცვლა ყურადღება მაყურებელმა YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, X-ზე და ასე შემდეგ, ყველგან არიან უკვე ინფლუენსერები, კონტენტ კრეატორები და ასე შემდეგ, ტელევიზიამ ის აქტუალურობა დაკარგა. ტელევიზიაში მივიდე და მე კარიერა ავიწყო რამენაირად. კი, ცნობადობა იზრდება, ბევრად, ასე ვთქვათ, კონტენტ კრეატორისთვის ბევრად მეტი მასალა, რომ იმუშაოს და ასე შემდეგ, მაგრამ ვისაც რაღაცის კეთება უნდა, თავისი გადაცემა, პოდკასტი და ასე შემდეგ, თვითონ შეუძლია თავისი პროდიუსერიც იყოს, დირექტორიც, წამყვანიც, ოპერატორიც და ყველაფერიც და ამისთვის არის გადასარევი პლატფორმები და ყველა ვნახეთ, რომ ტელევიზიიდან ეს TV პერსონალიტი, ტელეწამყვანებმა გადაინაცვლეს YouTube-ზე. ძალიან ესე ვთქვათ, აშკარა, რომ YouTube არხები, პოდკასტები ახლა ბევრად მომგებიანია, ვიდრე ტელევიზიაში მისვლა. ჩემ შემთხვევაში ეს იყო გასართობად. ჩემ შემთხვევაში ეს იყო გასართობად, იმიტომ რომ როგორც იცით, მე არ ვარ არც შოუ ბიზნესიდან, არ ვარ არც ინფლუენსერი, არ ვარ არც ტიკტოკერი და ეს იყო ჩემთვის გართობის ერთ-ერთი საშუალება. თქვენ წარმოიდგინეთ, აი დავუშვათ, მიდიხართ სადღაც სამოგზაუროთ და გაქვთ ერთი გზის ბილეთი, მაგას ვადარებ ხოლმე ხშირად. დავუშვათ, მიდიხართ სადღაც სამოგზაუროთ, უცნობ ადგილას, ან კუნძულზე, ან ვითარებაში, არ იცით ვისთან ერთად იმოგზაურეთ, უბრალოდ ცნობის მოყვარეობა და გართობა შეიძლება იყოს მიზანი. დაახლოებით აი ამას შევადარებდი ჩემ ჰაუსში შესვლას და მე ვარაუდობდი, რომ ერთი ან ორი კვირა საკმარისი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ როგორც ჩანს, როგორც ნახეთ, 3 კვირა დავყავი იქ. არ არის აუცილებელი, მე მაქვს ესეთი მდგომა, არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა რო არ გამოგდის და რაღაცა რო შენი არ არის, თავი შეაკლა ბოლომდე. იმიტომ რომ ბევრი რაღაცები არის, რაც კარგად გამოგდის და შეგიძლია წარხვიდე და ისაკეთო. ხო? არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ სცადო. არაფერი არ არის იმაში ცუდი, რომ დავუშვათ, რაც აქამდე არ გქონია გამოცდილებაში, შანსი მოგეცა და გამოიყენო.
მაგრამ ის რომ დაუშვათ რაღაცა არ გამოგდის და წვალობ და ძალიან დისკომფორტში ხარ, ეხლა სიმართლე რომ გითხრა, ეს მონაწილეებით ძალიან დაღლილები არიან უკვე ემოციურად. ეხლა ვატყობ მე არ მინდა ხა ზოგიერთ ადამიანზე ცოტა ისე ვთქვა, მაგრამ ცოტა დეპრესიული ფონიც იგრძნობა. უმეტეს მონაწილეებში ცოტა დეპრესიული და ნიჰილიზმი, დეპრესიული ფონი და არცნაირი ესეთი ნიჰილისტური დამოკიდებულებაც იგრძნობა და ძალიან კარგად მესმის მე მათი, იმიტომ რომ ბევრი მათგანი ფინალამდე მივა, მხოლოდ ერთი გამარჯვებულია. ის გამარჯვებულიც შეიძლება უკან მოიხედოს და რო შეხედოს ღირდა თუ არა ეს ყველაფერი ამათ შეიძლება თქვას რომ არა არ ღირდა არავინ არ იცის ეს თუმცა ნატალია ჩაჩუა ეს ნატალია ჩაჩუა ვინ არის ესეც აშნელებებს რო წერს ნატალია ჩაჩუა წერს ახლა ესეთ რაღაცას რომ რაღაცა უნახე აი რა რა გაკლდება მე რო რაღაც მაგ ჩამწ დაუბლოკოთ ხო და ასე შემდეგ რას ვამბობდი ყველაფერი ხდება მოკლედ რა დაჩი კი ფინალში 3 გადის ბოლო კვირა არის 4 მონაწილე ხახტო თქვენ წარმოგიდგენთ ბოლო კვირა არის 4 მონაწილე ფინალში გადის 3 და ის მეოთხე ფინალამდე მიდის და ფინალში ვერ ხვდება აი ეს მეოთხე მონაწილე ყველაზე მეტად მეწოდება ბოლო კვირაში როგორც ვიცი თუ არ ცდები და თუ არ მეშლება შეიძლება მეშლება მაგრამ მგონი არ მეშლება არის 4 მონაწილე და ის მეოთხე ბოლო კვირაში ვინც არის, ხო? ფინალში ვერ ხვდება. ანუ მთელი თამაში ბოლომდე წვალობს და ფინალში ვერ ხვდება. დაჩი 5 ხდება ნახევარ ფინალში 2 ერთდროულად ეთიშება აუ არ ვიცი მე როგორც ვიცი ბოლო კვირაში არიან 4 და ჟურნალისტები ამბობდნენ რომ მე რაღაცა მოწყენილობა არისო და ცოტა რო რჩებიანო და მარი როგორ არის კარგად არის როგორც ვიცი ლუკა ცეცხლაძე რატომ უნდა დაგირეკო რა რაიდან მოიტანენ მე რამის დაავიწყება მჭირდება ან შე რატომ უნდა დაგირეკო ნაცნობები დაილია ძალიან უყვარხარ შენ და მარიამ შენი დიდი ფანი ლორენცო იყო ხმის ლიდერი მაგრამ მარიამი გახადეს რადგან მაშინ მოუწევდა პროექტის დატოვება არის ასეთი ვერსია კი ბატონო რომელიც რეალობასთან არის ახლოს ანუ ვერსია არის ესეთი რომ სინამდვილეში ლორენცო გახდა მოკლედ ესეთი ვერსია არის მაყურებლების მხრიდან და მეც ძალიან ბევრმა მომწერა და ბევრმა გააჟღერა რომ ლორენცო გახდაო ხმის ლიდერიო მაგრამ პროექტიო მარიამს ვერ გადაარჩენდა იმიტომ რომ ყოფაქცევა არ აქვსო კარგიო და შესაბამისად მარიამი გახადეს ვითომ ხმის ლიდერიო და ლორენცო დატოვეს პროექტშიო არ ვიცი, ვერც თავს დავდებ, რომ ესი არ არის, ვერც კატეგორიულად უარყოფა შემიძლია ამის და ვერც კატეგორიულად დათანხმება. თუმცა მე როგორც ვფიქრობ, ასე მგონია, რომ ხმის ლიდერი რო ხდება, რა ვიცი, ხმის ლიდერი მართლა ხდება, ამის შეცვლის საჭიროება პრინციპში ძალიან დიდად უნდა იდგეს.
მე ვიყავი ძალიან ბევრ ჯგუფებში გაერთიანებული მარიამის ფან-კლუბებში და გულშემატკივრებში და იქ რაც ხდებოდა ხალხო, მე მართლა მგონია, რომ მარიამი რეალურად ხმის ლიდერი გახდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს, განსაკუთრებით თინეიჯერები. ის ვერსია გავიგე, რომ მუსირებს და ძალიან გავრცელებულია, მაგრამ ჯერ მე მარტო იმდენ ფან ჯგუფში ვიყავი გაწევრიანებული და ისეთი თავგადაკლული ფანები ვიყავს მარიამს, მე რაც ვნახე, ხო? საერთოდ არ მგონია, რომ მისი ხმის ლიდერობა არარეალურია. ფინალამდე არ ამგონია მარიამმა მიაღწევს. მარიამს იმდენად ცუდი ურთიერთობა აქვს ჯავახას გარდა სხვა წევრებთან, რომ დიდი შანსია, რომ უფრო მალე გამოაგდონ ფინალამდე, თუმცა მე ვუსურვებ, რომ ფინალამდე მივიდეს. გაყალბება შეიძლებაო, ხალხო, აი არანაირი შეხება მე შიდა სამზარეულოსთან არ მაქვს. ჩემი აზრით არაფერი არ ყალბდება, თუმცა თანამედროვე სამყაროში თუ შევხედავთ ამას, როგორც არის მათი ბიზნესი, არ ვიცი, ჩემ ბიზნესში რასაც ვინდა იმას გავაყალბებდი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს შიდა სამზარეულოში რა ხდება. რო არ დაიღალავ, არ დავიღალე, მეგობრებო, ყველასთვის გავრცელებული კითხვა, რაც არის, როდემდე უნდა ილაპარაკო ჰაუსზე, როდემდე უნდა ვილაპარაკო და 16 იანვრამდე, 16 იანვრს მთავრდება. მერე სავარაუდოდ აღარც გამახსენდება ჰაუსი, ჯერჯერობით როგორც მაყურებელი ჩართული ვარ, ვიყავი მონაწილე და ამიტომ ვარ ჩართული. წინა სეზონები არ მიყურებია, იმიტომ რომ მე არ ვიყავი მონაწილე. ჩემიანი არავინ არ იყო მონაწილე, ნაცნობი არავინ არ ვიყავდა და მოკლედ ვერ ჩავერთე და ჩართულობა რო არ იყო ვერც ვუყურე და მუსებს ეგეთი საუბრის მანერა აქვთ კი. მზიკო, აი ვისაც არ მოგწონთ, შეგიძლიათ გახვიდეთ ლაივიდან ვინმე გაძალებთო. არ ვიცი, ვის ვაძალებ, რომ ჰაუსის ამბებზე მისმინოს, არავის არ ვაძალებ, მაგრამ 200-300 ადამიანი სტაბილურად შემოდის და მისმენს ხოლმე, წარმოდგენა არ მაქვს ეს ხალხი რაზე ღიზიანდება. მარიამს ძალიან შეუტევენ, კი ბატონო, გულწრფელად ვუთანაგრძნობ მარიამს, ისედაც ჰეითია მაგაზე, გარეთაც, შიგნითაც, ანუ მარიამზე ხალხო გარეთაც ძალიან დიდი ჰეითია და შიგნით ჰაუსშიც ძალიან დიდი ჰეითია. ნუ ერთადერთი ჯავახა გულშემატკივრობს და თითქოს იმაშვება, იცავს და ჯავახას გულშემატკივრებისგანაც მივიდა ძალიან ბევრი ხმა გეთანხმებით, მაგრამ ხომ მივიდა. ჯავახას გულშემატკივრებიდანაც ხომ მივიდა. მესენჯერი ჭედავდა, კი, ლაივის მერე მომივიდა მესენჯერში შეტყობინებები, რომ თქვენი ხმა მივიდა ამასთან. ნუცა, თუ მართლა ასაფორტებ მარიამს, ურჩიე, რომ ალკოჰოლი არ მიიღოს, თორე სახეს კარგავს. ვურჩიე დაახლოებით 100 ჯერ უკვე. ნუცა. დაახლოებით, ნუცა, შენ რასაც წერ, ახლა დაახლოებით 100 ჯერ მაქვს ნათქვამი.
მეგობრებო, მოკლედ ეხლა გავედი საღამოს მივდივარ რაღაც ძალიან ლამაზი წვეულება წინა საახალწლო მეც მიყვარხართ მეგობრებო თენგო დიდი მადლობა როგორ ფიქრობ როგორი ადამიანია ლორენცო ჩემი აზრით ლორენცო არის ძალიან ქარიზმატული და სტრატეგიული ადამიანი თუმცა ახლა მის ბევრ შეხედულებას მეიცით რომ არ ვეთანხმები და საერთოდ არ ვთვლი რომ ლორენცო არის ძალიან მაგარი ადამიანი იმ კუთხით რომ მის შეხედულებებს და აზრებს ყველაფერში ვეთანხმებოდი არა ეს ასე არ არის თუმცა როგორც ჰაუსის მონაწილე ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულია და ქარიზმატულიც არის ძალიან ბევრი გოგო მწერს რომ ლორენცო გამაცანიო ხალხნო ლორენცო არის ჰაუსში და რო გამოვა მე თუ გინდათ რო გამოვა თუ გინდათ რა ვიცი გაგაცნობთ ზოგი წელს მარიამი გამოცემ ძალიან დიდი მოთხოვნა გოგოების მხრიდან ლორენცო გაგვაცანიო ძალიან ბევრს მოწონს როგორც მივხვდი ლორენცო stay cold დიდი შანსიც აქვს გამარჯვების იმდენად გულშემატკივრად გეთანხმებით მე ძალიან ბევრ ჩატში ვიყავი, ძალიან ბევრ ჯგუფში, ახლა ვარ მე მგონი, მარიამის გულშემატკივრები მომატებდნენ და მართლა ხალხო ძალიან ბევრი ადამიანი აძლევდა ხმას. ჯავახაზე ვაიმე ჩემი მარიამ Hi, ზოგი მე ხლა შემოვიდა. Memento mori, ქუთაისელი მუზები ლორენცოს უეჭველი ნახავთ ფილმში, ნახოთ რა იქნება. კი ბატონო, გეთანხმები რომ ექსამეული აუცილებლად იქნება. გვანცა მარიამი ძალიან მიყვარს ჩემი ვიდეო ნახოს. ხალხო თქვენ ჩაუგდეთ ხა მე როგორ ვთხრათ რომ თქვენი ვიდეო ჩაგიგდოს. მოკლედ მეგობრებო, წავედი ახლა კოცნით გეხვევით ყველას და აბა თქვენ იცით. დიასაზე გაჭედა კი ბატონო, მოკლედ ეგეთი ამბებია, ჩემ კატას კიდე ძინავს, ეხლა ჩავიცვამ, რაღაც ახალი ტანსაცმელები მაქვს ნაყიდი და არსად არ ჩამისცვამს. რაღაც ლაივზე დასწრება უფასოა, სტუმრების სიაში უნდა იყო. ხო და რაღაც ახალი ბრჭყალა ტანსაცმელები მაქვს და ეგენი უნდა ჩავიცვა. აბა თქვენ იცით ხალხო კოცნით გეხვევით. საინტერესო ედიტები და საინტერესო ასე ვთქვათ სტრიმებიდან ამოჭრილი ვიდეოები აუცილებლად უნდა გამომიგზავნოთ, იმიტომ რომ მე სტრიმებს ვერ უყურებ და თუ რამე საინტერესო მოხდა, აუცილებლად უნდა გამომიგზავნოთ ხოლმე და ამ ვიდეოებს ვნახულობ. სასურველია თუ არ იქნებით ფეიკი აკაუნტებიდან და რეალური აკაუნტებიდან, იმიტომ რომ ამათ უფრო ვნახულობ ხოლმე. კოცნით გეხვევით, აბა თქვენ იცით.